მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა. თქვენ და ფული. იმიტომ რომ ესაც მნიშვნელოვანი არის ძალიან, ბევრჯერ მithქვამს და კიდევაც ვიტყვი, ფულის ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია, ფულის გარეშე რას იზავთ, ხო? ამიტომ ვნახოთ ახლა ეს აქტუალური იქნება, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ვნახოთ, რაც გვეტყვის ჩვენ დღეს ტარო ამ თემაზე. ამჟამად რა ხდება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში? ეს იქნება როგორც სიგნიფიკაცია, მაგრამ აი ასე გავაკეთებ ახლა ამას. აი ასე გავაკეთეთ. შემდეგი ვნახოთ თქვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ. თქვენ როგორი განწყობა გაქვთ ფულის მიმართ. ვნახოთ ეხლა ჩვენ სად იკარგება თქვენი რესურსები, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ფულის ენერგია სადღაც სხვაგან მიდის რა. მაგაზეც ბევრჯერ მithქვამს და აქ კიდე გეტყვით ეხლა. და ვნახოთ ეხლა სად იმალება თქვენი შესაძლებლობები იმისათვის, რომ თქვენი პოტენციალი გაიზარდოს ფინანსური. ვნახოთ ეხლა ჩვენ. და რა დაგეხმარებათ ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. შეიძლება რას გვეტყვიან, რა გმედებები, ფიქრები, ნაბიჯები მიგიყვანთ თქვენ ზრდასთან. ეხლა ხო ხედავთ, აი რას გვაჩვენებენ ეხლა. კი, გინდათ რომ ფული შემოვიდეს, მაგრამ რაღაცა აჩერებს, აი რაღაცა ვერ შემოდის ისე, როგორც თქვენ თქვათ გინდათ. მაგრამ ფიქრობთ იმაზე, რომ აი გინდათ რომ ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქ შეიძლება დაჟე ერთადერთი ის მომენტიც იყოს ეგრევე, რომ აი ნახეთ როგორ არის საინტერესო ეს დასაც როგორ შემთხვევითი არა მაქვს არჩეული, რომ შეიძლება თქვენ აი გიყვართ ძალიან ხარჯვა და ეს ხარჯვა შეიძლება ხდება როგორ შემოდის ისე მიდის. ნახეთ როგორ ვარდება მაგისი ესე პენტაკლები როგორ ვარდება, შემოვიდა და ხარჯი რა, ვერ აჩერებთ ამ ფულს. დაჟე არ გამეკვირდება რომ შეიძლება ბევრი დიდი ფულით შემოდეს თქვენთან აქ. ნახოთ ეხლა თქვენი ახლამდელი მდგომარეობა, ეხლა როგორ არის, რა ხდება. აქ არის როგორი მომენტი, პრინციპში რომ გითხრათ რომ საერთოდ არ შემოდის თქვენთან ფული, მაგას ვერ ვიტყვი. უბრალოდ, შეიძლება როგორ არის, ხან მოდის, ხან შეჩერდება, ხან მოდის, ხან შეჩერდება. აი ეგეთი მომენტი გაქვთ რა. სტაბილურად არა, მაგრამ შემოსვლით შემოდის, მაგრამ არა, მაგრამ აქ ეგრევე ნახეთ როგორი მომენტი არის. აი სულ თითქოს რაღაცის ეს არ ყოფნის. რამდენიც არ უნდა შემოვიდეს თქვენთან თანხა, მაინც არ ყოფნის. შეიძლება აქ კიდე მომენტი როგორი. თანხა შემოდის და ეგრევე უკვე ვიღაცები გელოდებიან, ვისაც უნდა გასცდეს თანხები. ეგაც არ გამეკვირდება რა. და ამიტომ აი თითქოს აი ყველას მინდა გავიხმარო, ყველას მინდა გავუგო და ამიტომ შემოვიდა, ვერც გავიგე რა ხდება რა. ან ხარჯი შემოდის ფული და ეგრევე ხარჯი მიდის რა. შეიძლება რაღაცა შეიძლება გათვალისწინებელი, შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯიც იყოს რა, მაგრამ აქ ნამდვილად თქვენ, ესეთ მდგომარეობაში ხართ, რომ მთლიანად თქვათ ეხლა, რასაც თქვენ შოულობთ, არ ჩერდება რა, უფრო მოვიდა წავიდა რა. და ბევრი ადამიანი, ვისაც თქვენ შეიძლება ამ თანხებსაც უნაწილებთ კიდევაც. ნახოთ ეხლა თქვენი დამოკიდებულება. თქვენ როგორ აღიქვავთ საერთოდ ფულს, გაქვთ თუ არა რამე ბლოკები, ნახოთ აბა. თქვენ როგორ აღიქვავთ ბლოკები, გაქვთ თუ არა. პრინციპში თქვენ ახლა როგორ გითხრათ, რომ
აქ არ გამიკვირდება, ნახეთ, აი ბიჭი ზის და წერს რაღაცებს, ხო და თქვენ სთხოვთ, თქვენ ახლა მიმართავთ პრინციპში სამყაროს და სთხოვთ, რომ დაგიხმაროს. შეიძლება ხო გეუბნეთ, აქ ან შეიძლება აფირმაციებს ამბობ, შეიძლება წერთ თქვენ რაღაცა დღიურში და თქვათ სამყაროს მიმართავთ რა. და პრინციპში გჯერათ თქვენ, რომ ადრე თუ გვიან ჩემი სიტუაცია გამოსწორდება. და ნამდვილად პრინციპში თქვენ ახლა აქ ახლა რო გითხრათ რომ არა ხართ კარგად გამწყობილი ფულის მიმართ, ნამდვილად არა, ძალიან კარგი დამოკიდებულება გაქვთ და რო გითხრათ აქ ბლოკები ვერ ვხედავ მე აქ ბლოკებს, იმიტომ რომ თქვენ გახსნილი ხართ პირიქით, ხართ როგორ, ანუ გჯერათ სამყაროსთან ხა ნამდვილად იცით რომ აუცილებლად ფული თქვენთან მოვა. კი, ანუ ახლა როგორც თქვი, კი ბატონო. ნამდვილად კარგი განწყობა გაქვთ, ვერ ვიტყვი რომ არა აქვს კარგი განწყობა. კარგით, ნახოთ მაშინ სად იკარგება თქვენი რესურსები. რასად მიდის? სად იკარგება თქვენი რესურსი და თქვენი ფინანსები? ну აქ იგივე შეიძლება ზოგისთვის დაუშვათ ახლა აქ არის მართლა ბავშვზე ან ბავშვებზე ძალიან ბევრი ხარჯები გაქვთ ну დაუშვათ ახლა ასწავლით თქვათ ბავშვს და მოდის თუ არა ფული ეგრევე რაღაცას თქვათ ну ბავშვებისთვის ყიდულობთ ხო ну რადგან ახლა აქ თასების გამოვიდე ჩვენთან ახლა პაჟი ხო შეიძლება აქ როგორი მომენტი არის იცით კიდე ანუ აქ კიდე არის გეტყვით ნახეთ ცოტა ღრმად მაჩვენებენ ეხლა შეიძლება თქვენ გაქვთ აი აქ ბავშვური სურვილები ნახე ბავშვობაში რაღაცა თქვათ ეხლა შეიძლება არ გქონდათ იმდენი ну ვერ ყიდულობდნენ მშობლები თქვათ რაღაცას ან ну და აი ეხლა თქვენ სულ გინდათ რომ რაღაცა აი ეს აინაზღაუროთ ის არ ყოფნა ხო ხტებით რასაც ვამბობ რომ ეს რა როგორ გამოიხატება შეიძლება თქვათ ეხლა მიდიხართ მაღაზიაში რაღაცა მოგეწონება და მიდის ეხლა იწყება თქვენში ბრძოლა რომ აი ვიყიდო არ ვიყიდო მინდა არ მინდა და მე არა მოდი რა მინდა რომ ჩემი თავი გავახარო რა მინდა რაღაცა ვიყიდო ანუ აქ თითქოს ისეთი ამყოლი ხართ თქვენი სურვილისაც გაიგეთ რომ აქ და აი მიდის ბრძოლა თქვენში რომ არ მინდა რომ დავხარჯო არა მე მივიდე არა უნდა გავახარო ჩემი თავი გაიგეთ რა ხდება აი იქ მიდის მე უკვე თქვენი ენერგია და თქვენი ფული რაღაცა ისეთ აი მაპატიებს და ცოტა უაზრო ხარჯებზე კი აი უცბად სპონტანურად შეგიძლიათ დახარჯოთ ის რაც მოდის სპონტანურად ანუ მომინდა გავაკეთე აი ხო გეუბნეთ რასაც შეიძლება თქვათ ეხლა ბავშვობაში არ თქვათ არ ვაკან ბავშვ ну აქ ბავშვი იმიტომ რომ ვამბობ რომ ეს მაინც არის აქ პაჟი მაგრამ კიდე შეიძლება როგორი მომენტი არის იცით აი ეს შეიძლება იყოს თქვათ კიდევ გეუბნე ბავშვებზე ხარჯები ხო შვილიშვილებზე შეიძლება შვილებზე ხარჯები გაქვთ ხო სპონტანური უცბად თქვათ ან გინდათ რომ შეიძლება დაუშვათ თქვენ არ გქონდათ საშუალება ადრე სიტყვაზე რომ თქვათ გაგიკეთებია თქვენი შვილისთვის რაღაცა ან შვილებისთვის და ეხლა ანუ აი რა თითქოს აი მინდა რა გავაკეთო რა ანუ უფრო ისეც რაც გითხარით ისეც არის და ეს ორი ვარიანტი აი ასე მიდის თქვენი ენერგია კი ბატონო რასაც ადრე ვერ ვაკეთებდი ეხლა გინდათ რომ გააკეთოთ კარგით ნახოთ ეხლა სად არის სად იმალება ეს შესაძლებლობები რომ თქვენი სიტუაცია შეიცვალოს რა ანუ ზრდის პერსპექტივა სად არის პოტენციალი საინტერესო
გეტყვით, ახლა ნახეთ, აქ არის რაღაცა ახალი გზა, ესე ნახეთ, მოძებნეთ, მე ჩავწერე ივლისში ერთი გაშლა იყო ნაკადიდან რა. აი ნაკადიდან იყო ინფორმაცია, ძალიან მაგარი ინფორმაცია იყო, იქა ძალიან აი ფულის თემაზე იყო საუბარი, ის გაშლა ნახეთ. იმიტომ რომ იქ ესე იგი იყო ძალიან დიდი ცვლილებები. და გვანახეს ჩვენ რომ რაღაცა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში თან ძალიან მაგრად რა. პრინციპში უნდა კიდევაც გრძნობდეთ უკვე მაგას, მაგრამ აქ თქვენი პოტენციალი არის რაღაცა ახალ თემაში. შეიძლება თქვენ ნახეთ რაღაცა უნდა შეცვალოთ, უნდა განულება მოხდეს და ახალი რაღაცა უნდა ან თქვენ უნდა ისწავლოთ რაღაცა, ხო? ან ვიღაცა ადამიანი გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, ვინც თქვენ გასწავლის და განახებს ახალი გზას. ნახოთ სად არის კიდე თქვენი შესაძლებლობები, აი გეუბნებით, აქ არის ყველა ვარიანტში რაღაცა უნდა ისწავლოთ, ან შეიძლება თქვენ უნდა ასწავლოთ, ხო? ეგაც არ გამოვირიცხავ მაგას, ხო? მაგრამ ის რომ ეს აუცილებლად ახალი რაღაცა რო იქნება, ეს უეჭველი ან სამსახური, ან შეიძლება თქვენ რამე ნასწავლი გაქვთ უკვე და ეს უნდა გასცეთ თქვენ ყველა ვარიანტში. აქ ახალი მიდგომა, ყველა ვარიანტში ახალი მიდგომა, ახალი იმპერატრიცა. კი. აი მანდ არის თქვენი სიუხვე, რაღაცა ახალი გზა, ახალი პროექტი, ახალი სამსახური, ახალი რაღაცის შესწავლა, ანუ ის რაცაც პრინციპში თქვენ მოგიტანთ ნამდვილად ფინანსებს რა. იმიტომ რომ გეუბნებით, რომ ცოტა რაღაცნაირად გაიჭედეთ თქვენ რა. და აქაც ნახეთ როგორ სთხოვთ, თქვენ რაღაცა ახალს სთხოვთ ისედაც რა, აი აქ. რომ შეიძლება იმასაც სთხოვთ, რომ თქვა, აი მინდა რაღაცა მასწავლე, ან ახალი სამსახური, ან გადასვლა მინდა, შეიძლება ოცნებობს სადმე წასვლას დაუშვათ, ხო? აი ეს მომენტი არის, აი აქ და თქვენ რასაც სთხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ, უბრალოდ დაიჭირეთ, ნახეთ, მაღალი არკანები, თქვენ დაიჭირეთ ეს მომენტი, დაიჭირეთ, მოგივათ რაღაცა ბიძგი, შეიძლება ინტერნეტში რამე თქვა, წაიკითხავ, დაუშვათ, ხო? ან აი აქ შეიძლება რაღაცა ინფორმაციას მიიღებთ თქვენ, მაგრამ მე აქ დარწმუნებული ვარ, რასაც თქვენ სთხოვთ სამყაროს, აუცილებლად მოგიცემათ ყველა ვარიანტში, მაგრამ აქ ახალი თემა არის და ნუ ნახოთ რა დაგეხმარებათ ახლა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. შეიძლება რამე თქვენი ფიქრები, თქვენი ნაბიჯები, ნუ აი ეს არის რა დაგეხმარებათ და ზუსტად თქვენი ახალი მიდგომა ფულისადმი. აქ დაგეხმარებათ თქვენ ეს პერიოდი აუცილებლად, რასაც თქვენ ფიქრობთ, ხო, უნდა შეცვალოთ, ხო, თქვენ უკვე ხართ პრინციპში, აი ბიძგი დაგჭეთ ერთი რა, რომ აუცილებლად რა დაგეხმარება და აქ მაღალი ძალები ჩაერთობიან, თან ძალიან ძლიერად ჩაერთობიან და გამოგიყვანებენ თქვენ აი ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ თქვენ ახალ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ ყველა ვარიანტში, მაგრამ ეს ახალი ეტაპი აი აქ არის, აქ რაღაცა ან უნდა ისწავლოთ რამე, ან სამსახურის შეცვალოთ, შეიძლება ზოგისთვის ქვეყანაც შეიძლება იყოს, ხო, არ გამოვრიცხავ მაგასაც, ხო? სადმე გადასვლა შეიძლება კიდე ნახეთ ვიღაცისთვის ყველასთვის დამიჯერეთ არა, მაგრამ შეიძლება ზოგისთვის სტატუს შეცვლა. თქვენ შეიძლება გათხოვდებით დაუშვათ და ისეთი ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ვინც გაგიყვანთ თქვენ ახალ ეტაპზე. აქაც ნახეთ პრინციპში კი რაღაცა შანსი მოგეცემათ თქვენ. აქ ნახოთ რა იქნება კიდე, შეხედეთ, შეიძლება, აი აქ ვიღაცას ექნება მართლა შანსი, შეიძლება თქვენ არც ან ფიქრობდით, აი რაღაცა სულ ფიქრობთ, რომ მინდა ახალი ურთიერთობა თქვათ, ხო? და რაღაცა შანსი მოგეცემა თქვენ შემოვა ადამიანი თქვენ ცხოვრებაში ნამდვილად, ვისთანაც შეიძლება თქვენ კი ბატონო, აგერ არის შემოვა ადამიანი, ვისთანაც თქვენ შექმნით ურთიერთობას, კი ბატონო.
კი. მოვა. კი ბატონო, აი ესეთი არის აქ პასუხი, ჩემო კარგებო რა. ასეთი პასუხი არის აქ. ნუ გელოდებეთ ახლა კომენტარებში, რა თქმა უნდა, ვინც პირველად ხართ ჩვენთან და მოგეწონათ გამოიწერეთ ეს არხი და რა თქმა უნდა, ყოველთვის მიიღებთ სულ ახალ გაშლებს სხვადასხვა თემებზე.